ეს ჩვენი პატარა ბაზარი, პარახას ბაზარი. ნახეთ როგორი ლამაზი ეგზემპლარები მოგიტანეთ. ეს არის 2 კილო და 640 გრამი, აი ეს ნესვი. არადა შეხედულობა აქვს, თითქოს კილონახევარზე მეტი არ არისო, ეს ძალიან ბევრმა აღნიშნა უკვე. და ეს ნახოთ. ეს არის კილოგრამი და 520 გრამი. აი ამისი ალბათ ერთ-ერთი სასურველი წონა. რაც შეეხება ამ ნესვს ერთხელ მომხმარებელი შეგვეკითხა, რომ ეს რაც გიხატიათ ფოტოზე ის თუ არისო და იმ ცნობილ ფილმში როგორც არის, მე მგონი გავს. რეგისი იყო გადარგული დაახლოებით 70 სანტიმეტრში. ამისი ნაყოფები არის დაახლოებით კილონახევარი 2 კილონახევრამდე და სადაც ეს ნესვი რეგისი 1.20 დავაშორეთ, ნაყოფები მივიღეთ სადღაც 2 კილოდან შეიძლება 2 კილონახევრამდეც. მარცვალი დაახლოებით ჩვენ წეგან დავითვალეთ 5-6 ნაყოფს გვაძლევს ეს ნესვი რეგისი. დაახლოებით 60 ტონა მოსავლის მოღება შეუძლია ამ ნესვს. აქვს ამის პოტენციალი. ეხლა ერთად ნახოთ ჩვენ ეს შიგნიდან რბილობი, ამისი ფერი და როგორი სათესლე კამერა აქვს. აი რას მინდა გავუსვა, რატო გამოდის აი ეს კომპანია ფიტოს ნესვები, ესეთი საოცარი მძიმეები. თქვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ სათესლე კამერა, საერთოდ ჩავარდნა არ აქვს და 3 თითის ალბათ დადება საკვები ადგილია. როგორი მკვრივი ნაყოფი აქვს. უნდა დავაგემოვნოთ, სხვა გზა არ არის. როგორი ცეცხლოვნები და ტემპერამენტებიანიც არიან ეს ესპანელები, ესეთი ნესვი მოგწეს და ესეც ეთყობა კახეთში. 42 გრადუსი სიცხე მაინც არის, მაგრამ საუკეთესო საშუალება იქნება მე მგონი გასაგრილებლად. კომპანია ფიტომ ასევე მოგვაწოდა ერთი ძალიან საინტერესო ნესვი, რომელიც აქამდე საქართველოს ბაზარზე ალბათ ძალიან ცოტა თუ გვინახავს. ეს არის ნესვი პიასი, მინდა შეხედოთ. ეს არის რძისფერი ნესვი, ესე ეწოდება დაახლოებით ამ ტიპებს, თეთრი ნესვები. როგორც ხედავთ, პიასი საკმაოდ დიდი ნესვია, სავარაუდოდ 4 კილოგრამზე მეტი უნდა იყოს. ეს იმას რო გითხრათ, ერთ-ერთი მსხვილი ნაყოფი წამოვიღე და არ მგონია რომ ამის სტანდარტი ეს იყოს, ალბათ ეს 5 კილო და 280 გრამი. 5 კილოგრამი ნესვი პიასი, ერთ-ერთი დიდი ნაყოფი. ხოლო ამათი სტანდარტული ნაყოფი წესით აი ეს არის, ნახოთ. 3 კილოგრამი და 700 გრამი. ჯერ პირველად გავაკეთეთ ეს ნესვი და არ ვიცით როგორ უნდა მოვექცეთ ზუსტად. სავარაუდოდ ეს უფრო მწიფე ეგზემპლარი იქნება ვიდრე ეს და მე მინდა უფრო ეს ცოტა ნაკლებ სავარაუდო მწიფე გავჭრავ. ნახოთ რა ხდება. ესეთ ხმა აქვს რომ ჯერჯერობით ჩანს მყвахე. როგორც ავთქვით, თეთრი ნესვია ეს, საკმაოდ მაღალი აქვს რბილობი, როგორც უყურებთ, ოღონდ ძალიან ადრეა ჯერ ამისი მოკრეფა, მე როგორც უყურებ, კანტალუპეს ტიპი უკვე დასრულებულია, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ 12 დღით ადრე მაინც იქნება კანტალუპეს ტიპი ვიდრე ეს ანანასის ტიპი. მაგრამ ესები დავაგემოვნოთ. ჯერ საქართველოში ესეთი გემრიელი ნესვი მე მგონი ჯერ არ მიჭამია.